თქვენ უყურებთ რეალურ სივრცეს. საქართველოს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე ევროპაში. ამ ფრაზას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ორგანიზაციის ჩატარებულ კვლევებში ვკითხულობთ. რამდენად საშიშია მდგომარეობა რეალურად თბილისში და მთელ საქართველოში. რამ გამოიწვია ჰაერის ასეთი დაბინძურება, როგორ უნდა იბრძოლოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ სუფთა ჰაერისათვის. დღეს ამაზე ვილაპარაკებთ. ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურებს და სპეციალისტებს ვკითხავთ აზრს, პირველ რიგში მინდა მოქალაქეებს და მათ შორის ბავშვებს მოусმინო. ოთარ, დავიწყოთ თქვენგან. რეალურად თუ გრძნობთ, რომ ჰაერი დაბინძურებულია? მე მგონია, რომ არა მარტო მე, არამედ ყველა ვგრძნობთ ქალაქში, როცა გავდივართ ქუჩებში, რას უნიდგას მანქანების შედეგად გამონაბოლქვის შედეგად გამოწვეული და ყველა ვგრძნობთ ამას ელემენტარულად ჩასუნთქვაზე და გამოსუნთქვაზე. მაპატიეთ, მაგრამ ცხვირშიც კი რაღაცა სიბინძურეები და მტვერი და ნაგავი ბუდობს, ასე ვთქვათ, ქუჩაში სერინობისას და გაუსაძლისია. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან ხელშესახებია და ამას არ ჭირდება დიდი კვლევა, როცა რეალურად გადიხარ ქუჩაში და გაქვს ესეთი პრობლემა. თერა, თქვენ როგორც ექიმი, ალბათ პროფესიით ექიმი, ალბათ თქვენთვის გაცილებით უფრო შეიძლება ასე თქვას პროფესიულადაც საინტერესოა რა მდგომარეობა ქალაქში. ზოგადად მოდით საქართველოს მასშტაბზეც გადავალთ ჩვენ ცოტა ხანში, მაგრამ მაინც ამ წუთას თბილისზე რომ დავიწყოთ და თბილისზე რომ ვისაუბროთ. ნუ ალბათ თბილისი ყველაზე მეტად დაბინძურებული არის ამ მხრივ, ახლა ყველა ვიცით რომ ტრანსპორტის ყველაზე დიდი ნაკადი ესე თქვა თბილისში არის და როგორც ექიმი ესე თქვა და როგორც რიგითი მოქალაქე ამას ვიტყოდი რომ დაავადებების რაოდენობამ აშკარად ძალიან იმატა და თუნდაც ის რომ აი რამდენად დიდი ტრაგიკული არის ჩვენთვის რომ ლეიკემიანი ბავშვების რაოდენობას როგორ მატლობს. აი ყოველდღე ყველა ვუყურებთ სოციალურ ქსელში, ხო, ყოველდღე ვაზიარებთ, ხო, ამა თუ იმ ესე თქვა ბავშვი ასე ტრაგედიას და ყველა ვცდილობთ რომ რაღაცა თქვა იგი 10 ლარი, 20 ლარი გადაურიცხოთ, მაგრამ არ ვიაზრებთ სამწუხაროდ უმეტესობა ჩვენგანი რომ თითოეული ვართ დამნაშავე. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიბრძოლეთ, თუნდაც აქამდე, უფრო მეტად უნდა გვებრძოლა, რომ ეს შეგვეჩერებინა და აი სწორედ არის ძალიან გულსატკენი, რომ ალბათ უფრო მეტი სამოქალაქო აქტივობა უნდა იყოს, იგივე თქვა ჩვენი ჯგუფი, რომელიც სოციალურ ქსელშია და მას ქვია მწვანე საქართველოს ჯანმრთელი მომავალი, ანუ რაც შეგვიძლია ვაქტიუროთ, მაგრამ მაინც ეს არ არის საკმარისი და ყველამ უნდა ვიაქტიუროთ და რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამისთვის, რომ აი ამის იქით უკვე მე ვფიქრობ, როგორც ექვი, რომ მეტი არაფერი არ არის. უკვე აი ჩვენ აუცილებლად ბრძოლის ფორმებზე და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, ამაზე ცოტა მოგვიანებით აუცილებლად დავბრუნდებით ამ თემაზე საუბარს, თუმცა მე ასევე ძალიან მაინტერესებს მიზეზები, რა მიზეზებია გამომწვევი, თქვა ჰაერის დაბინძურების, მხოლოდ ტრანსპორტზეა ეს თქვა დამოკიდებული, თუ გაქვს პასუხი და შემდეგ ახალგაზრდებს და მე მარიასაც მინდა დავუბრუნდეთ. რამდენადაც სხვადასხვა ასე თქვა სამეცნიერო კვლევები მე პირადად წამიკითხავს, აი რომ 70%, 80%-მდეც ის არის გამონაბოლქვი, ანუ ტრანსპორტის შედეგად, ანუ ამ ხელა წილი მოდის ამაზე, სწორედ ეს არის რომ რასაც პირველ რიგში უნდა ესე თქვა მოვაგვაროთ ყველამ ერთად, ერთ-ერთი ძალებით. სპეციალისტებთან ერთად ამ თემას განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, მარიამ ჯერ ახალგაზრდებს მარიამს და ელენეს მინდა დაუთმო. სკოლის მოსწავლეები ხართ, აი თქვენ ხშირად გიწევთ თქვა ქუჩაში თქვენს მეგობრებთან ერთად სეირნობა. არის თქვენთვის ესეთი ხელშესახები, აი თქვენ გძნობთ ამ ჰაერის თქვა როგორ თქვა დაბინძურებას, რეალურად გძნობთ ამას? მოგესალმებით, დიახ, რა თქმა უნდა გძნობთ, აი როდესაც სეირნობთ მაგალითად, იგრძნობა ეს ჩახუთულობა, განსაკუთრებით დატვირთულ ქუჩებში, უბნებში. და ჩემი აზრით მხოლოდ მანქანები არ არის ამის გამომწვევი, რადგან აი როგორც საქართველოში ვიცი, უფრო მეტი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებით, ვიდრე მაგალითად მოწევით ყოველდღიურად. ანუ თქვენ ეს ინფორმაცია მოიძიეთ სადმე თუ შეგხვდათ სადმე, საიდან იცით ეს ინფორმაცია? შემხვდა ინტერნეტში, ესე ვთქვათ, რომელიღაც საიტს ჰქონდა სტატისტიკა დაწერილი. ჩვენ ძალიან ცოტა ხანში სტატისტიკას აუცილებლად წარმოვადგენთ, ელენე, თქვენი მოსაზრება და შემდეგ მოგესალმებით. ფაქტობრივად ტროტუარები აღარ არსებობს, იმიტომ ფეხით მოსიარულეები კვალდაკვალ მიყვებიან ამ მანქანებს და არ არის მოწესრიგებული გზები, მუდმივი საცობები, რაც უფრო ხელს უწყობს ჰაერის დანაგვიანებას და ამ გამონაბოლქვის სუნთქვა გვიწევს ჩვენ. თქვენ მაინც პირდაპირ მაინც ტრანსპორტი გონიათ რომ პრიორიტეტულია არა მარტო ტრანსპორტი, მაგალითად საყოფაცხოვრებო ნივთების აი ის ნარჩენები ორგანულ ნივთები, რომელსაც არ ვყრით ურნაში და ვაგდებთ ღიად ეს სივრცეში, ის იწყებს პოვებას და გამოყოფს მავნე ნივთიერებას, რომლის მერე ჰაერში იფანტება. სხვაჩვენს 3 აპრილიდან თუ არ ვწდები უკვე იქნებიან ინსპექტორები, რომლებიც მიაქცევენ ამას ყურადღებას და ძალიან საინტერესოა ნამდვილად. მარიამ, თქვენი მოსაზრება და შემდეგ აუცილებლად ბესო. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, მანქანები ეს ძალიან მტკივნეული თემაა ამდენი მანქანა ჩვენს ქალაქში, მაგრამ არის მშენებლობები.
რომელიც მე მესმის რომ უნდა აშენდეს უამრავი ახალი შენობა, რაღაც შეიცვალოს ქალაქის რაღაც ნაწილი გაშენიანდეს, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ გაიკაფოს უამრავი ხე, რაც არის ამ ქალაქში. გარდა ამისა, თუ აშენებ, აუცილებლად უნდა იყოს დაცული. რაღაცნაირად რომ ეს მთელი მტვერი არ ყლაპოთ, ვისუნთქოთ. და რაც თავარია, მომავალ თაობას იცით ყველა სახელმწიფომ, ხალხმა, თვითონმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველას ყავს შვილები, უმეტესობას მაინც ხომ, ან გვეყოლება. უნდა ვიზრუნოთ, თეამ ძალიან კარგად თქვა ეს, რომ ლეიკემია, სოლიდური სიმსივნე ბავშვებში არის, ძალიან გავრცელებული. ამას ხო ეკოლოგია ჯანდაცვის სამინისტროდან არის წარმომადგენელი და აუცილებლად ჩვენ ამ მიმართულებით შემდეგი კითხვა უკვე მასთან გვექნება. ბესო და თეო. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დიდწილად მანქანების გამონაბოლქვის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ რეკრეაციული ზონების არარსებობა ამას კიდევ უფრო ართულებს და ამძიმებს ამ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, არ არსებობს პარკები, არ არსებობს თბილისში ცენტრალური პარკი, სადაც მოსახლეობა გავა და ისვენებს. არის იპოდრომი ისეთი ადგილი, რომელიც ძველად ეძახდნენ თბილისის ფილტვებსაც, მაგრამ არავინ არ უვლის, არ მწვანდება. თბილისი, როდესაც ძალიან კარგ გეოგრაფიულ მდებარეობა აქვს თბილისს, ბუნებრივად არის გამწვანებული, იყო ყოველ შემთხვევაში და დღესო გადმოხედოთ, თბილისს არის ნაცრისფერი ცემენტში, ასფალტში და სიმწვანე ფაქტიურად არ შეინიშნება. ვფიქრობ, რომ ამაზეც უნდა გამოხულდეს ყურადღება და უფრო მიეხედოს ამ პრობლემას. დავეთანხმები აღნიშნულს, რაც თქვეს ჩვენმა მეგობრებმა, რომ დაბინძურების, ჰაერის დაბინძურების დიდი წილი მოდის ავტოტრანსპორტზე და მით უმეტეს უნდა აღნიშნოთ, რომ ტექდათვალიერება არ გაგვაჩნია. ხო დღესდღეობით და სწორედ ეს ავტოტრანსპორტის 90% შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ გამოუსადეგარია, არ სჭირდება რამდენიმე დათვალიერება, იმდენად შავი კვამლი გამოდის, შეიძლება აღშფოთდეს ადამიანი ამას რო შეხედავს და რეკრეაციულ ზონებზეც რა თქმა უნდა და საჭიროა ჩემი აზრით ალტერნატიული ტრანსპორტის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ველოტრასები აუცილებლად, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს სურს ველოსიპედით გადაადგილება და შეუძლებელია მე პირადადაც მაქვს სურვილი, ეხლა ხან ვისწავლე, მაგრამ ჩვენ ქალაქში ნამდვილად საშიშია, უბრალოდ ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის საშიშია, რომ ვიაროთ ველოსიპედით და საჭირო ეს ველოტრასები აუცილებლად, რასაც გვპირდებიან ყოველთვის და რა ვიცი, ველოდებით რა და ეს. ჩვენ ახლა ვნახავთ ჯამსტარტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ანუ სტატისტიკას, რას იწვევს და რას ნიშნავს ზოგადად ჰაერის დაბინძურება. საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, სადაც ჰაერის მონიტორინგი ხორციელდება, დაბინძურება დასაშვებ ნორმას აღემატება. ჰაერის მდგომარეობა 2016 წლის მონაცემებით. გრაფიკაზე ნაჩვენებია ნახშირორჟანგის აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის და მტვრის პროპორციას ღრულად დასაშვებ ნორმასთან მიმართებაში. დაბინძურების 71% გამოწვეულია მანქანის გამონაბოლქვით, მათი უმეტესობა ძველი და გაუმართავია. 2011 წლიდან 2016 წლამდე მანქანების რაოდენობა 51%-ით გაიზარდა. 2016 წლის იანვრიდან იმპორტირებული მანქანებიდან ყოველი მეხუთე 15 წელზე მეტი წლოვანებისაა. 5 წლამდე 7%, 6-დან 15 წლამდე 72%, 16-დან 20 წლამდე 18%, 21-დან 30 წლამდე 2%, 31 წელზე მეტი ასაკის 1%. რას იწვევს ჰაერის დაბინძურება? თავრუსხვევას, თავის ტკივილს, სუნთქვის გაუარესებას, ყელის გაღიზიანებას, ხველას, ასთმას, ბრონქიტს, ფილტვის კიბოს, ტკივილს გულმკერდის არეში, გულსის ზარდთა დაავადებებს. მარიამ, რამდენად სარწმუნოა ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ ამ სტატისტიკისთვის დაგჭირდათ, საიდან მოიძიეთ ეს ყველაფერი და რა შეგიძლიათ დამატებით ამ კვლევაზე მოგვიყვეთ? მოგესალმებით. ჯამსტარ ჯორჯია წლებია მონაცემთა ვიზუალიზაციაზე მუშაობს. ეს კვლევები, რომლებიც გამოვიყენეთ და სტატისტიკა, რომელიც გამოვიყენეთ ამ ვიზუალური მასალის შექმნისას, ეს არ არის ჯამსტარტის კვლევა, ეს ჩვენ გამოვითხოვეთ არასამთავრობოებიდან, საჯარო სტრუქტურებიდან და შემდგომ უკვე ჩვენმა მკვლევარებმა დავამუშავეთ და მივეცით ამას მონაცემთა ვიზუალიზაციის სახე. შესაბამისად, ეს არის ყველაფერი გამოთქმული ძირითადად საჯარო უწყებებიდან.
ეს ინფორმაცია. მადლობთ. ქალბატონია, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ალბათ აქვს სტატისტიკა მონაცემების დინამიკასთან დაკავშირებით. შეგვიძლია თუ არა პირდაპირ დავაკავშიროთ ჰაერის დაბინძურება აი ამ სტატისტიკის დასთან თუ არსებობს ასეთი და რა ტიპის დაავადებებია თქვა უფრო გამოხატული სტატისტიკის დის ტენდენციით? ცხადია ასეთი სტატისტიკა არსებობს, ყოველთვის იყო, ის ხელმისაწვდომი არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საიტზე და თქვენ იქ ნახავთ როგორი არის ბოლო 10 წლის დინამიკა, ბოლო 15 წლის დინამიკა, უკანასკნელი წლების დინამიკა ამა თუ იმ დაავადებების განვითარებასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ორგანიზაცია და ალბათ ყველაზე ავტორიტეტული, რომელმაც საქართველოს დაასახელა ლიდერ ქვეყნად ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს მონაცემები იქნა შესწავლილი თუ საიდან იქნა მიღებული და როგორ აღმოჩნდა საქართველოს ლიდერ პოზიციაზე ჩინეთსა და ინდოეთთან შედარებითაც კი რომელთა დაბინძურება ჰაერისა საყოველთაოდ ცნობილია. და ჩვენ ვთხოვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, უბრალოდ ჯანმრთელობის სამინისტრო მიმართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ მეთოდოლოგია, რომლის მიხედვითაც ეს გაანგარიშება მოხდა, ყოფილიყო გაზიარებული საქართველოსათვის და მინდა გითხრათ, რომ სრული მზადყოფნა იქნა მაშინვე გამოთქმული და 2016 წლის ივლისში საქართველოს ეწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური მისია იმისათვის, რომ შეესწავლა ადგილზე მდგომარეობა. ჩვენ მივაწოდეთ უახლესი მონაცემები, რომლებიც გაგვაჩნდა და ყოფილიყო გაზიარებული ჩვენთვის თუ რა არის ასეთი ტიპის მონაცემების გამოქვეყნების საფუძველი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თითქმის ყოველ წელს აქვეყნებს ძლიურ სტატისტიკურ მონაცემებს და ეს არც ერთ წელს სხვა დროს არ მომხდარა. საქმე იმაში გახლავთ, რომ შეიცვალა მეთოდოლოგია დაანგარიშებისა და როდესაც ჰაერის დაბინძურებაზე ლაპარაკი, მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება როგორც ასეთის, არამედ კომპლექსურად, მათ შორის შენობის შიგნით არსებული ჰაერის დაბინძურება გამოწვეული ამა თუ იმ ტიპის დამაბინძურებლებით, მათ შორის მყარი საწვავის გამოყენებით. აქ ბევრი მიზეზი იქნა დასახელებული ჰაერის დაბინძურებისა, რომელიც აბსოლუტურად ნამდვილად ასეა და კიდევ ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურების გახლავთ მყარი საწვავის გამოყენება შინამეურნეობებში, საკვების მოსამზადებლად და გათბობის მიზნით ოჯახებში გამოყენება მყარი საწვავისა, რაც გაცილებით უფრო აგრესიული გახლავთ. საუბარი არის ჰაერის დაბინძურებაზე მტვრით და ჰაერში მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკების არსებობაზე, რომლებიც შეაღწევენ ზედა და ქვედა სასუნთქზებში და იწვევენ სხვადასხვა ტიპის დაავადებებს. ძირითადად დაავადებაზე არის ხოლმე საუბარი და გაანგარიშება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მოგეხსენებათ ის ყველაზე ხუთი დაავადება. ეს არის გულსიზრდავთა დაავადებები, მათ შორის გულის ისემიური დაავადება, ინსულტები, რომლითაც ძალიან გახშირებული ტრენდია. ეს არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელშიც ასევე გვაქვს საკმაოდ მაღალი ტრენდი და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები. სხვადასხვა მოსახლეობის ჯგუფისათვის იგი სხვადასხვანაირია, მაგრამ ზოგადად სხვა მონაცემებით მთლიანი ავადობის 17% და სიკვდილიანობის 19% არის გამოწვეული გარემოსთან ასოცირებული მავნე ზემოქმედებით. ბავშვებში ეს ტრენდი კიდევ უფრო სხვანაირია. ბავშვებში ავადობის 30%-ს იწვევს ხოლმე ჰაერის დაბინძურება და სიკვდილიანობის 14%-ის მიზეზი ხდება. საქართველოს ზოგადად ახასიათებს ბოლო წლების ტენდენციას, ასეთი არის ჩვენ გვაქვს მაღალი გულსიზრდავთა დაავადებები და მიზეზი გულსიზრდავთა დაავადებების ასეთი მაჩვენებლებისა გახლავთ გარდა იმისა, რაც ითქვა, რა თქმა უნდა, სხვა მოვლენებიც. ასევე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს უთითებენ, რომ ჩვენთან არსებული არაჯანსაღი კვების სტილი, მაღალი წნევის მაჩვენებლები და თამბაქოს ძალიან მაღალი მოხმარება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გულსიზრდავთა დაავადებების გამოწვევისა. ისევე როგორც სხვა დაავადებებისა, რომლებიც თანხლებია, მათ შორის რესპირატორული დაავადებებისა.
ის რომ არ გვაქვს საშუალება რომ გქონდეს კარგი სარეკრეაციო ზონები და გვაქვს დაბალი ფიზიკური აქტივობა, რომ გვაქვს ნამდვილად ჭარბწონიანობა და ასე შემდეგ, ეს ყველა ფაქტორი წარმოადგენს კრებსითად ამ დაავადებებისათვის ხელშემწყობს და სწორედ ასეთმა მაღალმა ტრენდმა ზოგადად არსებული დაავადებებისა განაპირობა საქართველოს ლიდერ პოზიციაზე ყოფნა. ივლისის შემდგომ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ეხლა ჩვენ აღარ ვართ ლიდერ პოზიციაზე, პირველ ადგილზე, ჩამოვინაცვლეთ მეოთხე პოზიციაზე. ეს რა თქმა უნდა არ გახლავთ ის რაც საუკეთესოა, მაგრამ მონაცემები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნდა, უახლესი, იქნა გაზიარებული, მიღებული მტკიცებულებად და ამჟამად გვაქვს ასეთი სურათი. თუმცა რას ვაპირებთ შემდეგ, ალბათ ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ღონისძიებები არის უსათუოდ ჩასატარებელი, მე იმედი მაქვს, რომ ასეთი გეგმა არსებობს. ცქიელო, თქვენ მუშაობდით ძალიან საინტერესო თემაზე, კერძოდ თქვენ იკვლევდით საწვავის ხარისხის თემას, სტუდია მონიტორი. აი ეს არის თუ არა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ თემაში, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, კერძოდ ჰაერის დაბინძურებას ეხება. მოგესალმებით ყველას. სტუდია მონიტორი ხშირად აშუქებს ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, სიუჟეტებს ვაკეთებთ და მოკლედ დიდი ხანია ამ საკითხზე ვმუშაობ. ეს არის კომპლექსური პრობლემა. რა თქმა უნდა, კავშირში არის გარემოსდაცვის სამინისტრომ დადო თავად 2014 წელს, რომ 95%-ით თბილისში ჰაერი ბინძურდება ავტოტრანსპორტით. ეს არის მათი მონაცემები მთლიან საქართველოში 75%-ით. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება საწვავის ხარისხს, იმას, რომ არ არის კონტროლი თვითონ ავტომობილებზე, რაც აქ აჩვენეთ ინფოგრაფიკაში, ესენი ჩვენც გამოყვანებული გვაქვს ფილმებში. და პრობლემა ჩვენ იქამდე არავინ არ მოწმებდა საწვავის ხარისხს. შარშანში ამოწმა ერთხელ გარემოსდაცვის სამინისტრომ. პირველი კვლევა ჩვენ გავაკეთეთ 2014 წელს. შედარებით ბევრი სინჯი ავიღეთ, იმიტომ რომ სიუჟეტი ღირებული კვლევაა. მაშინ მახსოვს 300 მილიგრამი კილოგრამზე იყო გოგირდი დაშვებული დიზელში, ჩვენთან საქართველოში, ევროპაში მინიმუმამდეა დაყვანილი 10 მილიგრამი კილოგრამზე. ჩვენთან აზერბაიჯანულ დიზელში აღმოჩნდა 609 მილიგრამი კილოგრამზე. ორჯერ გავაკეთეთ, გადავამოწმეთ, ვიფიქრეთ რაიმე, 60-ჯერ მეტი იყო ევრონორმასთან შედარებით და 2-ჯერ მეტი ქართულ ნორმასთან შედარებით. ბოლო კვლევა ჩვენ გავაკეთეთ შარშან სექტემბერში. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ აზერბაიჯანული დიზელი შემოდის სტატისტიკურად, ავიღეთ სინჯი აზერბაიჯანული დიზელის. ამ შემთხვევაში ლაბორატორიულმა შედეგებმა აჩვენა ის, რომ ქართულ ნორმაში ჩაჯდა ეს მონაცემი, 64 მილიგრამი კილოგრამზე იყო გოგირდის შემცველობა, შარშან იყო 150 მილიგრამი ჩვენთან დაშვებული ნორმა. უბრალოდ მინდა აღხსნა ის, რომ ქართული ნორმა ევროპულთან შედარებით, ევროპულ ნორმაში ჩამორჩება. შარშან იყო 150, წელს იანვრიდან არის 100 მილიგრამი კილოგრამზე, რაც არის 10-ჯერ მეტი ევრონორმასთან შედარებით. და 2019-ში გადავდივართ მგონი 50 მილიგრამზე, რაც კიდევ ჩამორჩებით ამ ნორმებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მინდა აღვნიშნო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოიხმარს სწორედ ამ დიზელს. ბოლო 4 წლის განმავლობაში 28 მილიონი ლიტრი დიზელი არის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შეძენილი ყვითელი ავტობუსებისთვის. დაახლოებით 700 ცალი ავტობუსი არის მათივე მონაცემებით. ეს მონაცემები, როცა დადო გარემოსდაცვის სამინისტრო, მაშინ აპირებდნენ ამ ტექსტათვალიერების აღდგენას. თუმცა ეს გადაიდო, გვაქვს ევროკავშირთან ასოცირებული ვალდებულებებით. აი, ამ კითხვაზე აუცილებლად მინდა შემდეგ გარემოსდაცვის სამინისტროსთან გადავიდეთ. უკვე მეტი გადადება აღარ შეიძლება და სწორედ საწვავის ხარისხი, მერე გაუმართავი ავტოპარკი და ეს ტექსტათვალიერება, სწორედ ის, რომ კი არის ეს გოგირდი 64, მაგრამ ავტომობილების უმეტესობას ამოღებული აქვს ეს კატალიზური კონვერტერი, ესენიც გადაღებული გვაქვს, როგორ მიდიან იღებენ, ამბობენ, რომ ამ საწვავზე ძირითადად ცხოველები ასახელებენ მიზეზს, რომ ვერ მუშაობს ჩვენ საწვავზე და მიხვალთ, აი ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ ამოიღოთ ეს და იქეთ თანხას გადაგიხდიან ამ კონვერტერში. შესაბამისად, უფრო მეტი მავნე ნივთიერება გაიფრქვევა, ვიდრე იმ მანქანიდან, რომელსაც ეს კონვერტერი აქვს. კი ბატონო. რაც ალბათ ვფიქრობ, ტექნათვალიერების აღდგენის შემდეგ
ნელ-ნელა ეტაპობრივად მოგვარდება ესე სრულად ვერ გამოსცემს. მადლობთ ანისთან ვარ ანისთან გადავიდე და შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს და ირაკლის მიმართო უკვე იმ უწყებებს, რომელთაც ალბათ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს ამ თემასთან მიმართებაში. Ani რეკრეაციულ ზონებზე ილაპარაკეს ახლა ახალგაზრდებმაც და რეკრეაციული ზონები ნამდვილად არის ის თემა, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი თემა, თქვათ, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. დიდი ხანია უკვე ამ თემით ხართ დაინტერესებული და აქტიურად იცავთ, თუნდაც დიღმის ტყეპარკის თემაზე ჩვენ არაერთხელ ქონია გადაცემა. როგორია სურათი ამ ეტაპზე თქვენი დაკვირვებით? აი მწვანე საფართან მიმართებით. სურათი ცუდია. ეს შეფასება არსებობს, იმიტომ რომ პრინციპში უკვე 20 წელია ნადგურდება თბილისი. და აი ესეთი მკაფიო ცვლილება პოლიტიკაში და გააზრებული სამწუხაროდ არ არის. და ეს ძალიან ისეთი მძიმე და დიდი თემა არის. რეალურად პარკები რო არ არსებობს, არ არსებობს, მაგრამ ძირითადი მასა თბილისის გამწვანების მოდის შიდა კვარტალური გამწვანება არის. იყო ძალიან კარგი თბილისში. პირველ რიგში განსახილველია მიწების საკითხი, ანუ ძალიან ისეთ როგორ ვცდილობ ძალიან გასაგებად ახსნა, არის თვითმართველი ერთეულის ხელში მიწა ზოგი არის სახელმწიფო, ზოგი არის კერძო საკუთრებაში კანონის დარღვევებით გადასული. რეალურად რომ აღდგეს მწვანე საფარი, პირველ რიგში განსახილველია მუნიციპალური მიწების საკითხი და რაც გამწვანებულია, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ადრე არსებობდა მიწა სანამ გასხვისდებოდა ექსპერტიზა ეკოლოგიური. ანუ ხდება რა, არ უნდა მოხდეს ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ტერიტორიების გასხვისება. ჯერ უნდა შეფასდეს მიწა, მერე გავიდეს აუქციონზე. სამწუხაროდ ეს მექანიზმიც მოშლილია. მერე იწყება საუბარი მშენებლობის ნებართვაზე, ჭრების ნებართვაზე და საფუძველი არის ქონების გასხვისება. სხვადასხვა ერთ-ერთმა კომპანიამ, სამშენებლო კომპანიამ ინიციატივაც კი შეიტანა პარლამენტში, სწორედ ჭრის ხეების მოჭრის გაიოლებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, საკუთრებაში რო არის ეს ბუნებრივია, რომ სურვილი უჩნდება გაიოლოს. კი, მაგრამ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ყიდულობს ამ, თქვათ, ბინას ან სახლს, რომელსაც ყიდულობს, მისთვისაც ხო მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი იყოს კარგად გამწვანებულ გარემოში, თუნდაც თავისი პირადი ჯანმრთელობის გასვალისწინებით. აი, დიღომში მაგალითად შავი კარკასი ღირს დღეს $700, როცა საბურთალოზე 500-ია. იმიტომ რომ არის გამწვანება. ანუ რეალურად ხდება ის, რასაც ჩვენ ვიძახდით 5 წლის წინ ფასები იცემ. რა თქმა უნდა შეიცვლება, ქალაქში იქნება უფრო იაფი საცხოვრებელი და გარეუბნებში, სადაც არის ჰაერი, ანუ მე თქვენთან მოვედი იქიდან, სადაც არის ჰაერი. ძალიან დიდი მადლობა. მე ძალიან დიდ სხვაობას ვგრძნობ. მე საერთოდ ძალიან ცუდად ხვდები. მე იშვიათად გამოვდივარ ქალაქში, ძირითადად ვარ დიღომში და ქალაქში ხვდები ცუდად. ამას არანაირი კვლევა არ ჭირდება, ელემენტარულად ვერ ვჩერდები. დაგიბრუნდებით, იმიტომ რომ ჩვენ დავამთავრებ, ანუ ძალიან კომპლექსური თემაა. მე ვარ მიწის ადამიანი, მე ვიცი მიწის საკითხი. ხაერზე მე არასოდეს არ მიმუშავია, მაგრამ მთავარია გადაწყდეს და ძალიან მტკივნეული და ვერავინ ვერ ეხება მაგ თემას, იმიტომ რომ ჩვენ სულ არჩევნების იმაში ვცხოვრობთ, ხან ვინს ვირჩევთ, ხან რას ვირჩევთ, ხან რაღაცა. ეს არის ძალიან პოლიტიკური საკითხი. ეს არის საკუთრების თემა. და არის ის, რომ პრივატიზაცია 20 წლის წინ ისე ჩატარდა, რომ ქალაქი არის გაგლეჯილი ნაკუწ-ნაკუწ. მიდგომა არა თბილისის მერია ამ საკითხს ვერ გადაწყვეტავს. ეს არის ცენტრალური მთავრობის ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, რა მდგომარეობა არის მიწის გასხვისების. ეს იმისთვის იყო გაკეთებული, რომ კომპლექსურად გადაწყდეს საკითხი. ან დავახსოვთ მოსახლეობას, ჩვენ დღეს საუბრობთ ამ საკითხზე. გასაგებია, თუმცა მე მესმის, რომ გამწვანება, მიწის საკუთრება ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში, თუმცა ეს მაინც ალბათ სხვა გადაცემის თემაა და მოდით ჩვენ დღეს მხოლოდ გამწვანებაზე და გასაგებია, თუმცა ჰაერის დაბინძურება ეს არის ყველაზე მთავარი თემა, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ.
ბატონო, იყო საუბარი ახლა მიზეზებზე, თუმცა არსებობს კონკრეტული პროცენტი, მაგალითად 95 ან მაგალითად 71 საქართველოს მასშტაბით. მე ბატონ ალექსანდრესაც ვკითხავ, თქვა საქართველოში კაზრეთსა და ტყიბულთან დაკავშირებულ კვლევას, რომელიც მათ ჩაატარეს. რა არის კიდევ ის მიზეზები, რომელიც არის კონკრეტულად ჰაერის დაბინძურების, თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ზოგადად ამ პრობლემის, ესე ვთქვათ, გაშუქებისთვის. პრობლემა რა თქმა უნდა არსებობს, არის, თუმცა არა იმ ხარისხის, რომელიც გვესმის ბოლო პერიოდში. ის კვლევა ძალიან მოკლედ მინდა შევეხო მაინც იმ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებში ვართ სიკვდილიანობის მიხედვით. ქალბატონიამ ახსენა, ესე ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ ატმოსფერული ჰაერის კუთხით არ არის განხილული ეს საკითხი. ზოგადად ჰაერის დაბინძურების და ადამიანის ჯანმრთელობის და მით უმეტეს სიკვდილიანობის ურთიერთკავშირი არის ძალიან რთული, ძალიან კომპლექსური კვლევის თემა. შეუძლებელია ყოველ წელს თუნდაც ისეთო დიდ ორგანიზაციამ, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, მთელი მსოფლიოსთვის ჩაატაროს ძალიან, ესე ვთქვათ, დეტალური და ისეთი კვლევა, რომელიც ცდომილებაც არ იქნება მაღალი, ესე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ვინც იმ კვლევას წაიკითხავდა დეტალურად, იქ პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხი არ არის მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული. იქ პირდაპირ წერია, რომ დაახლოებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზეა ატმოსფერული ჰაერი. თვითონ ეს კვლევა ამბობს ამას. თუმცა სხვადასხვა ბევრი სხვა მიზეზის გამო გამოვიდა ისე, რომ გამოთვლებმა, ესე ვთქვათ, აჩვენა ის შედეგი, რაც აჩვენა. არსებობს რაიმე სხვა შედეგი, რომელიც შეგვიძლია სხვა შედეგი, რომ შეიქმნა სწორედ ამისთვის გუშინ მქონდა ზუსტად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, სადაც შევთანხმდით, რომ საქართველოსთვის ჩატარდება გაცილებით უფრო კომპლექსური კვლევა იმისთვის, რომ გავიგოთ რეალურად რა სურათი გვაქვს. იმიტომ რომ ის რომ საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერია მთელ მსოფლიოში და ყველაზე მეტი ადამიანი ჰაერის დაბინძურებით საქართველოში იხოჩება მთელ მსოფლიოში, ეს ეხა აბსურდია. თვითონ რომ ეს არ არის სწორი ეს არ არის, რა თქმა უნდა, საჭირო გაცილებით უფრო დეტალური კვლევა ჩასატარებელი და ეს აუცილებლად მოხდება. ისევ ჯანმრთელობის მანამდე არ ჩატარებულა, როგორც აღნიშნე, ძალიან რთული თემა, არ არის მარტივი კვლევა, ძალიან დიდი საწყისი სტატისტიკური მონაცემები ჭირდება, როგორც დაავადებების კუთხით, ისე ატმოსფერული ჰაერის კუთხით. ჭირდება შესაბამისი ცოდნა, რა თქმა უნდა, საექსპერტო გამოცდილება. აქამდე ძალიან მოიკოჭლებდა, ესე ვთქვათ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კომპონენტი, აი ამ კვლევისთვის თუ არ ვიცით რა ხარისხის ჰაერი გვაქვს, ამ კვლევასაც ვერ ჩავატარებთ თავისთავად. სწორედ ამიტომ საერთოდ სწორი ჰაერდაცვითი პოლიტიკის წარმოება იწყება სანდო ინფორმაციით იმის შესახებ, რა მდგომარეობა, სად ვართ და რა უნდა გამოვასწოროთ. სწორედ ამიტომ ჩვენმა სამინისტრომ დაიწყო პირველ რიგში აი ამ პრობლემის მოგვარების გადაჭრა, ანუ უნდა დავიწყეთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, გაახლება, გათანამედროვება და 2016 წლის სექტემბრიდან ქალბატონი მარინე გაცილებით უფრო დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ 2016 წელს უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა წინ, თქვათ, ერთადერთი თანამედროვე ავტომატური სადგური თუ გქონდა 2016 წლის დასაწყისში, წლის ბოლოს გვაქვს უკვე 6 ესეთი სადგური და თბილისს აქვს სრულად ავტომატიზირებული ქსელი, რომელიც ევროდირექტივის შესაბამისად არის გამართული, ესე ვთქვა, და აკმაყოფილებს ევროდირექტივის მოთხოვნებს. აი უკვე ამ სანდო უწყვეტი მონაცემის შემდეგ შესაძლებელია ვიმსჯელოთ რეალურად რა ხარისხის ჰაერია ქვეყანაში, რომელი დამაბინძურებლებია პრობლემა, არ არის ისე რომ ყველა დამაბინძურებელი არ არის საბედნიეროდ პრობლემატური და იმის გამო რომ 2012 წლიდან ჩვენი სამინისტროს ძალისხმევით 25-ჯერ შემცირდა გოგირდია, რასაც ახსენებდა ქალბატონი ცქრიალა, 25-ჯერ შემცირდა გოგირდის შემცველობა ბენზინში და დიზელშიც რამოდენიმეჯერ. სწორედ ამიტომ გოგირდის დიოქსიდის პრობლემა აღარ დგას დედაქალაქშიც კი. ძირითადი პრობლემა არის წყალი ნაწილაკების და აზოტის ჟანგეულების. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვიწყებთ ძებნას, საიდან მოდის ეს დაბინძურება. ვიგებთ რა ხარისხის დაბინძურება გვაქვს, შემდეგ ვეძებთ წყაროებს, რომ ვებრძოლოთ, ესე ვთქვათ, ამ დაბინძურებას. იმისათვის რომ ესე ვთქვათ, იდენტიფიცირება მოვახდინოთ წყაროების, უნდა გქონდეს გამართული ემისიათა, ანუ გაფრქვევების ინვენტარიზაცია ქვეყანას.
ანუ ქვეყანა უნდა ითვლიდეს ყველა სექტორიდან, საიდან ხდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, რა ნივთიერებები იფრქვევა, რა წილი მოდის ამ სექტორებზე დაბინძურების და ამის შემდეგ შეიძლება ესე ვთქვათ გამოვავლინოთ ის ძირითადი წყაროები. ლოკალურად აი სახელმწიფოს თავი გავანებოთ ამ წუთას და ის რაზედაც მე ვილაპარაკებთ უკვე ვთქვათ სახელმწიფო უწყებები როგორ უნდა ებრძოდნენ ამ ყველაფერს. აი თავად საზოგადოების მონაწილეობა, მე კონკრეტული ერთი მძღოლი სიტყვაზე ვამბობ, რა ცოდნით უნდა ვიყო აღჭურვილი, რომ მე თავად ჩემი ქვეყნის ჰაერის დაბინძურებაში მინიმალური ვთქვათ წვლილი შევიტანო. ასეთი ტიპის ან გაიდლაინები თუ იარსებებს, თუ მიეწოდება ეს ინფორმაცია ადამიანებს, რომ საზოგადოების ყველა და თითოეული წევრი იყოს მზად ამ ბრძოლაში ჩასაბმელად. რომ ეს არ იყოს მხოლოდ ხმა ღაღადებლისა უდაბნოსაში, ანუ ჩვენ კონკრეტული ქმედებებით ვიცავდეთ ჩვენ სამშობლოს და ჩვენს შვილებს და ჰაერს, რომლითაც ისინი სუნთქავენ. მოგახსენებთ კი ბატონო, თითოეულ ჩვენგან შეუძლია ნამდვილად წვლილი შეიტანოს აი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში. პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად უარი ვთქვათ კერძო ტრანსპორტზე და გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შევამციროთ ინდივიდუალური ტრანსპორტის მოძრაობა და მართოთ ავტომობილი მწვანედ, რა თქმა უნდა. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში მე ბატონი ირაკლის აუცილებლად დაუსვამ ამ შეკითხვას, ის ყვითელი ავტობუსები, რომელიც ნამდვილად ჩვენი საერთოდ კი ვილია, მე დარწმუნებული ვარ, ასევე ფიქრობს ბატონი ირაკლის, ალბათ არ არის საუკეთესო გამოსავალი ასეთ შემთხვევაში, თუ ის 28 მილიონ ტონა, თუ 28 ტონა აი ზუსტად იმ ბენზინს მოიხმარს, რომელიც აბინძურებს, თქვათ, ქალაქს. ეს არის გამოსავალი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავალია. აი ეს ყვითელი ავტობუსებიც კი გამოსავალია დამერწმუნედ, თუმცა ყვითელი ავტობუსების გარდა არსებობს მეტრო, არსებობს საბედნიეროდ შემოდის თანამედროვე ავტობუსები გაცილებით უფრო სუფთა საწოლზე მომუშავე, აი ეს ახალი გერმანული ავტობუსები, ლურჯი ავტობუსები არის გაცილებით უფრო სუფთა საწოლზე მომუშავე ტრანსპორტი, ვიდრე დიზელზე მომუშავე არსებული ყვითელი ავტობუსები, ისინი მოიხმარენ ბუნებრივ აირს. არსებობს მეტრო საბედნიეროდ დედაქალაქს და ელექტროტრანსპორტი. ერთ არაჩვეულებრივ მკვლევარს აქვს ძალიან კარგი კვლევა ჩატარებული მასთან დაკავშირებით, რომ თავად ამ ლურჯ ავტობუსებს ადამიანები გაცილებით უფრო მოწიწებით ებყრობიან. ეს თავისთავად არის რაღაცის მანიშნებელი და ალბათ მე უნდა გაითვალისწინოს, რომ თავად ადამიანების დამოკიდებულებაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ტრანსპორტის მიმართ გამოიხატება იმით, თუ რას თავაზობს თქვა სახელმწიფო მას, ანუ გადაადგილების უკეთეს და უფრო თქვა კომფორტულ საშუალებას. გავდორ მარინა, კვლევაზე ისაუბრა ახლა ბატონმა ნოემ და მე აუცილებლად მინდა კითხოთ, რადგან თქვენ უფრო დეტალურად იცით ამ კვლევის შესახებ. თან მაინტერესებს ერთი რამ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელშეკრულება გვავალებს კონკრეტულ ქმედებებს, რა ქმედებებია ეს, რა ვადები გვაქვს ამისთვის მოცემული და რა სურათია დღეს ამ წუთას აი ამ კვლევის მიხედვით. დიდი მადლობა ქალბატონია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დიდი მადლობა, რომ რეალური სივრცე კიდევ ერთხელ ეთმობა აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ასიცოცხლით აუცილებელია ჩვენ ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის და მაცხოვრებლისთვის. შესაბამისად, გამომდინარე ერთის მხრივ საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესიდან, მეორეს მხრივ თვითონ გარემოს ეროვნული სააგენტოს უშუალო კომპეტენციიდან, ფუნქციებიდან და მოვალეობიდან და მესამე მხრივ, რაც თქვენ ბრძანებთ, ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტო ალბათ თვალს ადევნებთ უკანასკნელ წლებში ძალიან აქტიურად მუშაობს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოებაზე, დახვეწაზე და რაც მთავარია მოსახლეობისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაზე. აი რაც მინდა გითხრათ, ახლა კი ბატონო ბრძანა, შარშანდელი წელი ჩემთვის პირადად და ალბათ ყველასთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. თბილისში პრაქტიკულად დასრულდა ერთი ეპოქა ჰაერის მონიტორინგის, რასაც ერქვა არაავტომატური სადგურები და დაიწყო ახალი, ასე ვთქვათ, ეტაპი. ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე პრაქტიკულად ნებისმიერი ევროპული ქალაქის შესაფერისი მონიტორინგი მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის, აი რასაც ბრძანებთ, თუნდაც ეს იაპონიის მთავრობის დახმარების კიდევ ერთხელ მადლობა იაპონიის მთავრობას, მაგრამ ეს იყო ჩვენი მთავრობის თხოვნა, რომ განხორციელებულიყო ეს პროექტი და მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია, რომ განხორციელდა და რას ნიშნავს ეს თითოეული მოქალაქისთვის მაგალითად, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ, ჯიხური რომ დგას ეს არაფერი საინტერესო, მაგრამ ამან მოგცა საშუალება დეკემბრის
ყოფილს თვითონ, არ ვიცი, შეიძლება თქვენ წატევნებთ თვალს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდებზე ყოველ სამუშაო დღეს ხდება ინფორმაციის განახლება და კონკრეტულად შეგიძლიათ შევბრძანდეთ და ნახოთ რა ხდებოდა 24 საათის განმავლობაში, ანუ საათობრივი ინფორმაცია გვაქვს თვითოულ დამაბინძურებელზე და რა თქმა უნდა ვცდილობთ გავამარტივოთ. ანუ რას ნიშნავს ცხრილს რომ დაინახავთ ეს შეიძლება არაფერს გეუბნებოდეთ, მაგრამ წითლად აღვნიშნავთ იმ ნივთიერებას, რომელსაც ყურადღება უნდა მივაპყროთ, რომელიც აღემატებოდა ნორმას და კიდევ უფრო მარტივად ვაკეთებთ ამას გრაფიკულად, სადაც არის გავლებული ზღვრულად დასაშვები ხაზი, ასე ნორმა და მარტივად ხედავთ, იყო თუ არა ეს ნივთიერება ნორმაში თუ არა. მოდით მაყურებელს კიდევ ერთხელ განვმარტოთ. ანუ ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროს და მერის ვებგვერდზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ნებისმიერ თქვენგანს ყოველ დღე, ყოველ წუთში შეუძლია შევიდეს და ნახოს ინფორმაცია ჰაერის მდგომარეობის შესახებ. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არასოდეს ბოლო წლების მანძილზე ასეთი ხელმისაწვდომი არ ყოფილა ამ რაოდენობის მონაცემი ჰაერთან დაკავშირებით, როგორც ეს არის დღეს. აი ეს პირველი ძალიან მინდა მკაფიოდ დავინახოთ ის რა ნაბიჯებიც იქმნება. გარკვეულად ის რაც უკვე ბრძანეთ, ეს არის ვალდებულებები, სწორედ ეს არის ის, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად. იგივე თქვენ რაც ბრძანეთ, ეხლა ტექნიკური დათვალიერება, თქვენ იცით რომ ჩვენ აქ როგორც ხედავთ დარბაზში ყველა მომხრე ვართ, მაგრამ იყო მეორე ნაწილი საზოგადოების, ხომ? კი, ჩვენს გადაცემაში იყო ასეთი რომელიც ძალიანაც შეიძლება ასე აქტიურად მხარს არ უჭერდა. ამიტომ ჩვენთვის არის თვითონ მნიშვნელოვანი, იგივე სამინისტროსთვის გადაწყვეტილების მიმღებარათვის, რომ კარგად იყოს აღქმული და დანახული ეს მონაცემი, რეალურად რა ხდება. რაც შეეხება, ეს არის ერთი, ანუ რასაც ჩვენ ყოველდღურად ვაქვეყნებთ და ასევე ვცდილობთ გავხადოთ ონლაინი. ეს არის ონლაინთან მიახლოებული სიხშირე, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო იქნება, აი გუშინ რაც ბატონმა ნოემბრძანა ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი დაავადებათა და კონტროლის ცენტრში და ჩვენი თხოვნა იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართ, რომ ეს მონაცემი, კონკრეტული კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება არაპროფესიონალისთვის ბევრი თქმელი არ იყოს, გარდაქმნილი იქნას ჯანმრთელობასთან მიბმულ მესიჯებზე. ანუ ის, რომ ადამიანმა უკეთ აღიქვას, ამ დღეს თუ იყო ამდენი მტრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია, რა ზემოქმედებას ახდენდა ეს კონკრეტულად მის ჯანმრთელობაზე. მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი ან პრევენცია, ან ბრძოლა ამასთან, აი ამაზე თუ არსებობს რაღაცა ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვანთ აი ამ ბრძოლის, ასე ვთქვათ, შედეგებზე. ეხლა მინდა ვისაუბრო ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორც ტყვია, ექიმების ბრძანდებით აქა და გესმით რაოდენ მნიშვნელოვანია. აი სწორედ გატარებული პოლიტიკის გამო, რომელ წელს აიგზალა დაახლოებით თუ ტყვია შემცველი, ასე ვთქვათ, საწვავის გამოყენება, შეიძლება ითქვას, რომ შედეგები დადგა ძალიან საგრძნობი. აი რატომ? ჯერ ვიტყვი, რომ ნორმაში იყო ის მუდმივად, აი ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს ტყვის ატმოსფერულ ჰაერში შემცველობის თბილისში 2008 წლიდან, ბათუმში, რუსთავში და ქუთაისში დავამატეთ 2014 წლიდან. ესე იგი, სულ ნორმაში იყო, მაგრამ როდესაც დავამუშავეთ 2016 წლის მონაცემები, ისეთი საგრძნობი შემცირება დავინახეთ, რომ ცალკე მინდა გამოვყო, მიუხედავად იმისა, რომ ნორმაში იყო. და რას უკავშირებთ ამას აი შემცირებას? 2016 წელს წინა წელთან შედარებით ქალაქ ბათუმში 3-ჯერ შემცირდა. ქალაქ რუსთავში 2-ჯერ და თბილისში 5-ჯერ არის. ამას გვაჩვენებს რეალური გაზომვები, ციფრები. შესაბამისად, სწორედ ამას ვამბობ, ის რომ აკრძალულია დღეს საწვავში ტყვის დანამატების გამოყენება, ეს რეალურად ხდება არის მონიტორინგი ქალბატონო. ანუ მე ვამბობ, ის ხდება ჩვენ ვაფიქსირებთ უკვე ჰაერში რომ ვეღარ ხედავთ. ფაქტია, რომ წყარო ტყვიას ვამოწმებთ ქალაქ ჩვენს ლაბორატორიაში. დიახ, ტყვია მოწმდება ძალიან თანამედროვე ხელსაწყოზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ შევიძინეთ სააგენტოში. ეს არის. დიახ, ბატონო. ეს მოწმდებოდა შარტავიშან კვინიტაძეზე და წერეთელზე და წელს ახლა რადგან კვინიტაძის ქუჩა აღებულია უკვე სადგური გაუქმდა მოგეხსენებათ ავტომატურებთან დაკავშირებით, თბილისში ერთ წერტილში მოწმდება მხოლოდ და სხვა ქალაქებში თითო წერტილში, თუმცა ვფიქრობ, რომ აი ეს ტენდენცია საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, იმიტომ რომ ტყვის
სინჯის აღება არ ხდება ერთჯერადად ეს ფილტვზე გარკვეული დიდი ხნის დროის განმავლობაში დიდი მოცულობა ტარდება და ძალიან თანამედროვე პლაზმურ ემისიურ სპექტრომეტრია ხდება ამის განსაზღვრა, ასე რომ ეს არის ნამდვილი უტყუარი მონაცემები და აი კარგი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, შედეგი დადებითი ჩვენ ჰაერში. დაგიბრუნდებით ცოტა ხანში და უკვე ვისაუბროთ იმაზე თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას გარემოს დაცვის სამინისტრომ, რომ სურათი გაცილებით უკეთესი იყოს ვიდრე დღეს არის. ბატონო ირაკლი, ძალიან ბევრი პრობლემა იყრის თბილისთან დაკავშირებით თქვენთან. იყო და ტექნოლოგიების თემაც, რეკრეაციული ზონები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ, საწვავი და ძალიან ბევრი თემაა, რომელიც პირდაპირ თქვენ გიკავშირდებათ. როგორ აპირებს და რა პრიორიტეტების დასახვას აპირებს თბილისის მერია იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ჰაერის დაბინძურების ასეთი თვალშისაცემი და ხელშესახები და საგრძნობი არ იყოს თბილისელებისთვის და საზოგადოებისთვის. ალბათ თქვენთვისაც დარწმუნებული ვარ. მინდა მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში წუხილებსაც ვიზიარებ, რა თქმა უნდა, და ძალიან დიდი მადლობა სპეციალისტებს, რომ მართლაც სრული სურათი დაგვანახეს და პრინციპში დინამიკაც რა ხდება ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენ თბილისი არის პრაქტიკულად მილიონნახევრიანი ქალაქი, რომელიც იზრდება და ყველა დიდი ქალაქის პრობლემაა მეტნაკლებად ის, რაც გაუშვათ ეს პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენთან წამოიჭრა. ბუნებრივია, ჩვენ ვეყრდნობით სპეციალისტების დასკვნებს და ამის შედეგად დაბინძურების მიზეზებთან მიმართებაში გარკვეული მოქმედებების გეგმას ვადგენთ. მე გეტყვით, რომ თბილისი არის ეგრეთ წოდებული მერების შეთანხმების მონაწილე, CAP, რომელიც ევროპული ქალაქების გაერთიანებას გულისხმობს. ჩვენ აქტიურად გვაქვს ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს ამ პრობლემატიკასთან გარკვეული საპასუხო ნაბიჯების გადადგმას. აქ ბევრჯერ გაჟღერდა და გეტყვით, რომ ტრანსპორტი რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მთავარი დამბინძურებელი დაახლოებით 2012 წლისთან შედარებით 2016 წელი რომ ვნახოთ, ორჯერ არის თბილისში ავტომობილების რაოდენობა გაზრდილი, ეს არის დაახლოებით 450,000 რეგისტრირებული ავტომობილი და პლუს ამას 100,000 ტრანზიტული ავტომობილი, რომელიც ყოველდღიურად მოძრაობს თბილისში. ბუნებრივია, იმ საწვავის სტანდარტის პირობებში, რასაც ისინი მოიხმარენ და ავტომობილის სიძველიდან გამომდინარე, ბუნებრივია დამბინძურების ხარისხსაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ სწორედ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია სატრანსპორტო სფეროში გარკვეული მოქმედებები და პირველ რიგში შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს. დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი დაახლოებით მოიცავს მთლიანობაში 550 ავტობუსს, რომელიც ყოველდღიურად მოძრაობს ქალაქში. აქედან უკვე დაახლოებით 40 ავტობუსი არის ახალი ლუჯი ავტობუსები, რომელიც მოძრაობს და ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ თბილისს ხოლოდა ევრო 6 სტანდარტის და ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები, რომლის ემისიის შედარება არც კი შეიძლება იმ სტანდარტთან, რომელიც გააჩნია ეგრეთ წოდებულ ყვითელ ავტობუსებს, ბოგდანის მარკის ავტობუსებს და დაახლოებით მაისის ბოლოდან უკვე 153 ესეთი ერთეული ავტობუსი ივლის თბილისში. ეს გამტარუნარიანობითაც და ემისიების ხარისხითაც ბუნებრივია შედარება არ იქნება ამ კუთხით და ეტაპობრივად სამწლიანი გეგმა გვაქვს, სადაც მთლიანად ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება უნდა მოხდეს მსგავსი ტიპის ავტობუსებით. ამიტომ ეს ის, რაც, რას გულისხმობს ეს დასაწყისში რომ ახსენე მერების შეთანხმება 2020 წლისათვის, იმ ზრდის პირობებში, რასაც გააჩნია ქალაქს 20%-იანი ემისიების შემცირებას. მათ შორის ერთ-ერთია ტრანსპორტი. ესეც დათვლილია, ხო, რა რაოდენობით უნდა შემცირდეს. თუმცა ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ სტანდარტი მთლიანად ქვეყანაზე გავრცელდეს და დაახლოებით -30% იყოს კიდე შემდგომ პერიოდებში და ბუნებრივია ამის კუთხითაც იქნება გარკვეული ვალდებულებები აღებული ჩვენი მხრიდან. მეორე ეს არის ენერგოეფექტური შენობები, სამწუხაროდ აქ გვაქვს ჩვენ გარკვეული დიდი ინვესტიციების საჭიროება, იმიტომ რომ როგორც ასეთი ყველა ის ინფრასტრუქტურა შენობების კუთხით, რაც დღეს არსებობს თბილისში, ყველა არის ზოგი კომუნისტების პერიოდამდე, ზოგი კომუნისტების პერიოდში და შედეგად სტიქიურად 90-იანი წლების შემდეგ აკეთებული და ბუნებრივია აქ რაიმე ენერგოეფექტურ და დამზოგავ ტექნოლოგიებზე საუბარი ზედმეტია და ეტაპობრივად ჩვენ გვინდა რომ პირველი პრეცედენტები შექმნათ, მაგალითად მუნიციპალურ შენობებში უკვე დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ერთიანი გათბობის სისტემებს, თუნდაც ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების ჩართულობით, რომ ეს ემისიების ნაწილი იქნა შემცირებული. წერს ჩვენ 10 მუნიციპალურ შენობაზე გამოვაცხადეთ პროექტირება და მომავალი წლიდან დავიწყებთ უკვე ამ კუთხით სამუშაოებს. თბილისში ბაღები, რომლებიც ასევე შენდება ამ მიმართულებით, ესეც მუნიციპალური
პროექტების ნაწილია, ისიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით უნდა განხორციელდეს. კერძო სექტორთან დაკავშირებით ჯერჯერობით ქვეყნის სტანდარტია მისაღები და ამას დრო ჭირდება და ბუნებრივია გარკვეული პერიოდის მერე ესეც იქნება და დაანონსებულია, ეტაპობრივად ამას მოიცავს ევროპასთან აღებული ვალდებულება. აი ეს ვალდებულება რა ეტაპს გულისხმობს და რა პერიოდს? ეს გულისხმობს, წელიმე ზუსტად არ მახსოვს ეხლა, მაგრამ არის გარკვეული პერიოდი, რომლის შემდეგადაც უკვე ყოველ მშენებლობაში უნდა მოხდეს იმ სტანდარტის მასალის გამოყენება, რომელიც გულისხმობს ენერგოდამზოგავი მთლიანად სამშენებლო მასალების გამოყენებას პროცესში. ერთ-ერთი არის ნარჩენების მართვა, რომელიცაც ეს მიმართულება მოიცავს და ჩვენ უკვე გვაქვს ეგრეთ წოდებული ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის პროექტი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს და გარდა ამისა ის ღია ნაგავსაყრელები, რომელიც ქალაქის შემოგარენში არსებობს, ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ და გვინდა რომ ის დახურულის გახდეს იმისათვის, რომ ეს ემისიები, რომელიც მისწვის პროცესს გააჩნია, არ იყოს გამოყოფილი ქალაქში და სარეკრეაციო ზონებზე იყო აქ საუბარი და კი ბატონო ეს წუხილები არსებობს ქალაქში, რა თქმა უნდა, მართალია ინვენტარიზაციის შედეგები ჩვენ ამ წუთში შეიძლება არ გვაქვს და ძნელია ერთ მოსახლეზე რამდენი მწვანე საფარი მოდის ამის გაანგარიშება. სამწუხაროდ თვლით რომ ეს გასაკეთებელია. არა, რა თქმა უნდა გასაკეთებელია, სამწუხაროდ ბოლო წლებში იყო შემთხვევები, როდესაც ეს ნაწილი მცირდებოდა, თუმცა თბილისის მერიას არ გაცხადებული პოლიტიკა, ნუ ეხლა ამაზე შეიძლება ვიდისკუსიოთ და ვიკამათოთ, იგივე თუნდაც მილიონი ხის პროგრამა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და დაახლოებით ამ დროისათვის ჩვენ 640,000 ხია დარგული და ზაფხული შემოდგომის პირობებში დაახლოებით 360,000 ხის დარგვის გეგმა გვაქვს. ეს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისს ეხება ეს მხოლოდ და ბოლო წლებში განსაკუთრებით ჩვენ ამ პროექტს ვახორციელებთ იმ პირობით, რომ მოვლა პატრონობი 4 წლიან პერიოდში, რადგანაც არის შემთხვევები, ხო ეხლა 100%-იან გახარების მაჩვენებელი არ არსებობს, გარკვეული რაოდენობა ხეების ხმება, ამიტომ კონტრაქტორებს ევალებათ, რომ ყოველ ესეთი ხეების ჩანაცვლება განხორციელდეს. ამიტომ ესეც მიმდინარეობს, ბაღები, პარკები, ამის რეაბილიტაციას ვახორციელებთ. არის რამდენიმე მსხვილი პარკის პროექტი და ზონის პროექტი თბილისში, ერთი ეხება ავერის პარკის ტერიტორიას, მეორე ეხება თაბორის მთაზე ახალი სარეკრეაციო ზონის მოწყობის მიმართულებას და ასევე იგივე რკინიგზის გადატანის პროექტი არის აქტიურ ფაზაში და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ჩვენი გეგმაა, რომ იქაც მოეწყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე. რაბადებზია საუბარი ბატონო ეს განსაკუთრებით აი ყველაფერი ეს ასახავს პროექტს განსაკუთრებით გენგეგმაში, რომელსაც ახლა ჩვენ ველოდებით მაისის თვეში და იქ ძალიან კარგად გამოჩნდება ის სივრცეები, სადაც მთლიანობაში უნდა იყოს ეს მწვანე საფარები აქტიურად წარმოჩენილი. ჩვენ გვინდა რომ მინიმუმ გაორმაგდეს შემდგომ 5 წლიან პერიოდში მწვანე საფარის მოცულობა იმ მიდგომით, რა მიდგომაც გაგვაჩნია. ნუ გარდა ამისა, სტიმულირება პირობითად ელექტრომობილების, ჩვენ კერძო სექტორთან ერთად რამდენიმე ესეთი პროექტი დავიწყეთ, სადაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწყობას ქალაქის მასშტაბით, რომ დამტენები, იგივე ინფრასტრუქტურა, რომელიც ელექტრომობილებს შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით. ყოველგვარი გადასახადი ელექტრომობილებზე მოხსნილია, მაშინ როდესაც საკმაოდ გაზრდილია გადასახადი ჩვეულებრივი ავტომობილების იმპორტზე და ბუნებრივია საწვავის სტანდარტის მიღება და ტექნათვალიერება არის ასევე ის საკითხები, რომელიც ამ თემას მნიშვნელოვნად დაარეგულირებს. გარდა ამისა, მე ერთ სიახლესაც გეტყვით, ჩვენ მაისში გვექნება ეგრეთ წოდებული დავარქვათ ამ უბრალოდ ესე ქვია ამას მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. ეს პირველ რიგში გულისხმობს, მე წამოღებული მაქვს პირველადი დოკუმენტიც, ეს გულისხმობს არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკას და ის იქნება ძალიან ბევრი ინდიკატორი, რომელიც შეფასდება და მისი არსებული ხარისხიდან გამომდინარე დაიდება მოქმედებების გეგმა და ინვესტიციების მოცულობა თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავუშვათ სადაც არის მაგალითად შედარებით არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, რა შედეგი უნდა მიიღოს მიღწეული დროის გარკვეულ პერიოდში და სადაც არის კარგი მდგომარეობა, რა გვქონდა შენარჩუნდეს ეს მიმართულება. ჩვენ მაისში გვექნება ამის შესახებ საკმაოდ დეტალური პრეზენტაცია საზოგადოებასთან და იგივე არასამთავრობო სექტორთან ერთად. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავინახავთ ეთერს, რომ გავაკეთოთ საზოგადოებას. კი, იმიტომ რომ აი ყველა ის კვლევა, რომელზეც აქ იყო საუბარი, პრაქტიკულად შეკრებილი იქნება ამ დოკუმენტში, შეეხება პირველ ამ ეტაპზე თბილისს და ჩვენ თბილისის მასშტაბით ვახორციელებთ და გვექნება პრაქტიკულად სრული სურათიც და მოქმედებების გეგმაც, მაგალითად, რა უნდა გაკეთდეს და რა შედეგი უნდა იქნას მიღწეული გარკვეულ პერიოდში. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვფიქრობთ და ყველა ის წუხილი, რომელიც აქ გამოითქვა, აბსოლუტურად გასაგებია. ისაღებია და კიდევ ერთხელ თუმცა მაინც მოდით მოვუსწროთ შეკითხვას, რომელიც რეალურად და შემდეგ ეთიცამით ეს ფაქტი რომ სწორედ თბილისის მერიის მიერ არის გაცემული ბოლო 3 წელიწადში 2929 ხის მოჭრის ნებართვა. კი ბატონო, გეტყვით არ უნდა კი.
ეს მოჭრებს რაც შეეხება ეს არის ძალიან აქტუალური თემა თბილისში და ბუნებრივია ხა ქალაქი რომელიც ვითარდება урბანული განაშენიანება ხდება და ეხა მე პირდაპირ ვიტყვი რომ ამ ქალაქში ვერ იქნება სამშენებლო სექტორის გაჩერება, ბუნებრივია ქალაქი უნდა განვითარდეს, ბუნებრივია ეს ითხოვს გარკვეულ კომპრომისებს. რას გულისხმობს ეს კომპრომისები, რომ იმ ტერიტორიაზე სადაც განაშენიანება ხდება, ბუნებრივია უნდა მოხდეს გარკვეულწილად ხეების ადაპტირება იმ გარემოსთან, რასაც გულისხმობს განაშენიანება. ესე რომ არ ვიხმარ უფრო ძაფრი ტერმინი, თუმცა ბოლო წლებში ჩვენ მაქსიმალურად ეხლა თქვენ ახსენეთ რამდენი ხე მოიჭრა, რამდენი ხე დაირგო, ალბათ თუ გაქვთ ამის შესახებ. არა, რამდენმა გაიხარა დაახლოებით 70%. თუმცა არის ერთი ძალიან 70%-მდეა გახარების მაჩვენებელი. კიდევ ერთი თემა მე მესმის რომ შეიძლება არის დისკუსიის საგანი. ახალი გზა რომელიც ვერის ხეობაში გადის. აი კაც ხო ძალიან დიდი დისკუსია ხეებთან დაკავშირებით და კი გახმა იქ დაახლოებით მთლიანობაში გარკვეული რაოდენობა ხეების, მაგრამ აბსოლუტურად ჩანაცვლება მოხდა და უდიდესი მათგანი არის პრაქტიკულად ის სტრესულ პერიოდი, რაც ამ ხეებს დაჭირდა, გაიარეს და ეხლა დღეს პრინციპში ეს თანაზოლი არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მესმის რომ 100%-იანი გახარების მაჩვენებელი ვერ იქნება ყველა დარგულ ხეზე, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ კონტრაქტორებთან რომ ამის ჩანაცვლება განხორციელდეს. ანუ ის ვალდებულებაში ჩაიდება კომპანიების ვალდებულებებს რაც შეეხება ეხლა ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ თუ ხე იჭრება, რომელიცაც აქვს მაგათ არ არის ხმელი და არის ჯანმრთელი ხე, ბუნებრივია ის ხდება აგენტირებულების გადახდა, რომელიც ხმარდება შემდგომ გამწვანების ზოლების განვითარებას, ან მაქსიმალურად ვცდილობთ რომ თუ შესაძლებელი იქნება ამ ხის გადარგვა განხორციელდეს, ამ პროექტი დაკორექტირდეს, ისე რომ მწვანე საფართან ამას ნაკლები შეხება კონდეს. იმიტომ რომ ძველი ხის მიერ, ანუ კონკრეტული პერიოდის ხის, ვთქვათ 10 წლიანი, 100 წლიანი და შემდეგ ხის მიერ შეწოვა ნახშირორჟანგის გაცილებით უფრო კარგად და მეტი ხდება, ვიდრე ახალდარგული ხეების მიერ. შეკითხვები თუ გაქვთ ბატონი ირაკლისთან? თუ გაქვთ რაიმე გეგმა ველოტრასებთან დაკავშირებით და ტროტუარის თემასაც რო შეეხოთ, იმიტომ რომ ფეხით მოსიარული ადამიანის ადგილი ქალაქში უბრალოდ არ არსებობს. ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ ბავშვს უბრალოდ ვერც გაასეირნებ მაგაზე, უკვე საერთოდ საუბარი არ არის და კორპუსებს რო ეზოები არ აქვს, ესეც ვიცით. და კიდევ მაინტერესებს, რატომ არის შესაძლებელი, როდესაც რეკრეაციულ ზონას ხდება ესე, რომ რეკრეაციულ ზონას გადაერქმევა მისი სახელი და ხდება იქ უკანონო მშენებლობა. აი ამ თემასაც რო შეეხოთ, დიახ, იმიტომ რომ ეხლა არ მინდა დავასახელო გახმაურებული თემა, თუნდაც M კვადრატის უკანონო მშენებლობები და მინდა რომ ამ კუთხესაც შეეხოთ, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეული თემა, იმიტომ რომ ძალიან ცოტაა რეკრეაციული ზონა და ისიც აღარ გვექნება. არა, მაგრამ ისინი ვიტყვით, არ გვექნება რეკრეაციული ზონები. დავიწყებ ველოტრასებით. იმას რომ არ შეეხოს. ავცხაროთ, ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე ინფრასტრუქტურა თბილისში, გამომდინარე იქიდან, რომ ინფრასტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ ის თავის დროზე არც ველოტრასების თემას ითვალისწინებდა და არ იყო ამისთვის ადაპტირებული, არც შემოპირებისთვის იყო ადაპტირებული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი და ფეხით სასიარულო ნაწილის დიდი მოცულობები სამწუხაროდ შეიწირა 90-იანი წლების შემდგომა სტექიურმა მშენებლობებმა და დღეს ძალიან ხშირად ხვდებით ჩვენ, რომ გაყიდულია ბორდიური, გაყიდულია კიბეები, გაყიდულია პარკები და აი მაგრამ უამრავ პარკს დაგისახელებთ, რომელიც გაყიდულია და დღეს პრაქტიკულად ჩვენ გვიხდება, რომ ჩანაცვლების პროექტები გავაკეთოთ. ველობილიკებზე გეტყვით, რომ ამ წლებს ასეთი ჩანაცვლების პროექტები მოდიან, თქვა ინვესტორები ასეთი ტიპის. კი, მოდიან, იმიტომ რომ ჩვენ არ ვაძლევთ მშენებლობის ნებართვას. აი მაგალითად უამრავ მაგალითს დაგისახელებთ, სადაც იგივე განში, იგივე დაუშვათ ჯიქიაზე, სადაც სტადიონი იყო, იგივე დაუშვათ საბურთალოზე მაგდონალდს სპორტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ ძალიან ბევრი ჩანაცვლება გავაკეთებთ, იმიტომ რომ ფიზიკურად აი კერძო საკუთრებაში დღეს არის მწვანე სარეკრეაციო ზონები, რომელიც თავის დროზეა გაცემული და დღეს უბრალოდ იქ აქვს მოლოდინი, რომ რაღაც ოდესღაც შეიძლება რაღაც შეიცვალოს, მაგრამ დღეს იმას მკაცრად აქვს დადებული შესაბამისი ზონა, რომლის ცვლილებასაც ჩვენ პრინციპულად არ ვახორციელებთ და ველობილიკებს რა დავუყოვნთ. ხო, ველობილიკებს რაც შეეხება ჩვენ ვახორციელებთ ამჟამად მოწყობას დაახლოებით 8 კილომეტრიანი ხაზის, რომელიც მოიცავს ორივე სანაპიროს, მოიცავს დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიას და ეს ყველაფერი აკეთებს წრეს, რომელიც ასევე დიდუბის ხიდის მომცველია. ანუ მთლიანობაში იქნება ერთი დიდი წრე, სადაც 8 კილომეტრიანი მოცულობი, სადაც პირველი ასე ვთქვათ პრეცედენტი ველობილიკების თბილისში შეიქმნება. სადღაც მაისში ჩვენ ეს გვექნება, ეხლა მიმდინარეობს იქ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჩვენი ტრანსპორტის სამსახური სპეციალისტებთან ერთად შემოვლაზე იყო და ყველა ეს პრობლემა დააფიქსირეს. მალე დაიწყება დახაზვები და ნუ ველომოყვარულები ვინც არიან, ექნებათ საშუალება, რომ კონკრეტულ ადგილს. კი, თუმცა შემდგომ ეტაპზე ველოდებით უკვე გენგეგმის ნაწილსაც, სადაც უფრო ფართო სპექტრით შეიძლება დავინახოთ ველობილიკების განვითარების შესაძლებლობა
თბილისში. ზონების ცვლილებას რაც შეეხება, ეხლა ყველა ზონის ცვლილება, რომელიც ხდება თბილისის მასშტაბით და არის, რა თქმა უნდა, ეგეთი შემთხვევებიც გარკვეულწილად, ყველა არის აბსოლუტურად არგუმენტირებული და ყველა ეფუძნება განაშენიანების ეგრეთ წოდებულ გერიგეს, ანუ განაშენიანების ლოკალურ გეგმას იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე. პირობითად ეს რაც გულისხმობს, ეს არ გულისხმობს მხოლოდ მშენებლობებს, ეს გულისხმობს მშენებლობებთან ერთად ყველა შემადგენელი, ანუ ცხოვრებისთვის შემადგენელი ობიექტის ინფრასტრუქტურის თუ მწვანე საფარის განხორციელებას და ბუნებრივია აი ბოლო პერიოდში ჩვენს მიერ დამტკიცებული ეგრეთ წოდებული გერგები ეს განაშენების რეგულირების გეგმა რაც გულისხმობს კონკრეტულ არეალებზე ამის გაკეთებას, შეგვიძლია ნახოთ ერთად და იქ თქვენ დაინახავთ ამ ხედვას, რომ იქ მარტო შენებლობები არ ხდება და უფრო სხვანაირად არის დანახული რეალურად ეგ საკითხები. და ის გამკაცრება ასევე, რომელიც მოხდა გასული წლის მაისში მშენებლობების ცენტრში და შეზღუდვები, იგივე კოეფიციენტების მატების, იგივე გარკვეული მაგალითად გამსხვილება რეგულირების გეგმების თუ ასე შემდეგ, სადაც უნდა მოხდეს უფრო კაცრი პირობებით მიმართვების გაცემა, ეს მოქმედებს რეალურად და ამან ესე ვთქვათ გარკვეულწილად ცენტრიდან მშენებლობები გასწია პერიფერიებში. დღეს ჩვენ რო თუ ვნახავთ სამშენებლო ბიზნესის სტრუქტურას, მშენებლობები, სამშენებლო ობიექტები ბევრად უფრო თბილისის პერიფერიებშია და იქ მიმდინარეობს ბევრად უფრო მეტად, ვიდრე მაგალითად თბილისის ცენტრში, სადაც მხოლოდ ძირითადად სასტუმროების მშენებლობებია კონცენტრირებული. სტრუქტურა რო დავინახოთ რეალურად ესეთია. უკაცრავად ბატონ ალექსანდრისთან დაუბრუნდებით, ბატონ ირაკლის გვექნება ამისთვის რამდენიმე წუთი სულ. ბატონ ალექსანდრე, თქვენ საქართველოს მთლიანად მასშტაბით იმუშავეთ ამ თემაზე, კერძოდ კაზრეთსა და ტყიბულთან დაკავშირებით. ვიდეოც გვაქვს მომზადებული და თუ შეიძლება თან რომ გავაკეთოთ კომენტარი, რა სურათია იქ? ჩვენ სწავლობდით ნიადაგების მდგომარეობას ჭიათურის რაიონში და დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. ხშირად ამ ორი რეგიონის პრობლემას ერთმანეთთან აიგივებენ და სინამდვილეში საპირისპირო მდგომარეობაა. კერძოდ, ჭიათურის რაიონი დაცლილია მეტალებისაგან, მანგანუმის გარდა. ეს რატომღაც არ არის ცნობილი. იქ ის კი არა, რომ ბევრია მეტალი, პირიქით დაცლილია და ამას მანგანუმი აკეთებს და ის აფეთქებები. და რაც შეეხება ბოლნისის და დმანისის რაიონს. ახლა აქ ისეთი სიტუაცია, ყველაზე დაბინძურების, ნიადაგის დაბინძურების ყველაზე მაღალი ნიშნული იყო 2010 წელს. შემდეგ მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდა და 2014 წლის საფულისკენ უკვე წავიდა გამოსწორებისაკენ. ამას დაჭირდა 4 წელი და 2014 წლის დეკემბერში დაიწყო საღდრესის ცნობილი აფეთქებები. ამის შემდეგ 6 თვეში აღდგა 2010 წლის ნიშნული. ესე იგი, გაწმენდას ნიადაგის დაჭირდა 4 წელი და დაბინძურებას დაჭირდა 6 თვე. ამიტომ გაცილებით უფრო მძიმე სამუშაო ალბათ გაფუჭებული გახდება, ვიდრე ის საერთოდ პროტესტმა მეცნიერებისა და ჟურნალისტების გამოიწვია ის, რომ თუნდაც რომ ფუჭქანებს სავალ გზის სავალ ნაწილზე არ ყრიან, ეგეც საქმეა. ადრე დამატებით ხარჯებს ერიდებოდნენ და ფუჭკანები პირდაპირ ძალიან ბევრი იყო ეს ტოქსიკური ნივთიერებები იყრებოდა პირდაპირ სავალ ნაწილზე და ხრეშის მაგივრად. ამას მაინც მივახციეთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ანუ სამუშაო ძალიან ბევრია და იმისთვის რომ ყველამ დავიცვათ, ვთქვათ, ყველა ერთი მომენტი რომ ადრე თუ კადმიუმი იყო ყველაზე ტოქსიკური ნივთიერება, მთავარი პრობლემა. დღეს უკვე დარიშხანი არის იმ რეგიონში მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ ეს ტოქსიკური ნივთიერებები თანაბრად ხომ არ არის განაწილებული მაშინ მთებში და დღეს არის ნომერი პირველი პრობლემა არის დარიშხანი. ჩვენ ამ თემას ძალიან ხშირად დავუბრუნდებით, იმიტომ რომ მე ასევე ვფიქრობ, რომ საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის პრობლემასთან ბრძოლაში. მარიამ, თქვენ გინდოდათ ალბათ ბატონ ირაკლისთან შეკითხვა? შეკითხვა მაქვს. ამბობენ, რომ ელიავას ბაზრობა სადაც არის, იქ გაშენდება პარკი. ეს მაქვს შეკითხვა, მაგრამ ერთი რაღაც უნდა ვთქვა. ყველა პოლიტიკოსი, მოქალაქე, ყველა ადამიანი სუნთქავთ ერთი და იგივეს. ყველას ინტერესებში უნდა იყოს, რომ გამოსწორდეს ეკოლოგიური მდგომარეობა. ყველას შვილიშვილები ნათესავები გვყავს და ჩვენ თვითონ სუნთქავთ ამას. ეს პოლიტიკოსია თუ M კვადრატის მეპატრონეები, ვინც
ყველაფერს აკეთებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ბინები გაყიდონ. იჭრება ასწლოვანი ხეები და ირგვება პატარა ნერგები. ეს რაღაცნაირად ისე უნდა მოხდეს, რომ ბალანსი იყოს არ ზარალდებოდეთ ამ დონეზე. მესმის რომ არის არც ისეთი საგანგაშო, არა. საგანგაშოა ეს ამოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რომ რახან პირველ ადგილზე არ ვართ, ჩვენ ამაზე არ ვიფიქროთ, ხო? ეხლავე უნდა ვიბრძოლოთ, რომ რამოდენიმე წლის მერე პირველ ადგილზე არ ვიყოთ, თუნდაც ბატონო, მე აუცილებლად ირაკისთან და მე ბატონო ესთან უნდა გადავიდეთ. ელიოსაც შეეხება, ეს არ უბრალოდ მოსაზრება და ეს არ არის ჯერჯერობით ესე დადასტურებული და დამტკიცებული, უბრალოდ მოსაზრება ამის შესახებ. ეხლა ელიაო ინფორმით რა ფორმითაც არსებობს, ბუნებრივია. შეუძლებელია ესე დარჩეს და ბუნებრივია იმ ტერიტორიას სჭირდება ბევრად უფრო მეტად განვითარება, ან ბევრად უფრო მეტად ისეთი ფორმით წარმოჩენა, რომელიც ქალაქის ცენტრში ესაბამება და ასე შემდეგ, რაც შეეხება იქ იქნება თუ არა ის რაც გაჟღერდა, ანუ რეკრეაციული ზონა, ეს დამოკიდებულია იქ რეალურად კერძო საკუთრებაა ხა და ბუნებრივია ხა ჩვენ არ შეგვიძლია რომ კერძო საკუთრებებზე შევცვალოთ პროფილი ესე ხელაღებით და ეს მთელი მცირე ბიზნესი, რომელიც დღეს პრაქტიკულად თბილისში რაღაცა ქმნის თავმოყრილია ამ ლოკაციაზე. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ჯერჯერობით მოსაზრებაა, მხოლოდ და ბუნებრივია ამას სჭირდება რეალობაში გააზრება. რაც შეეხება რეკრეაციულ ზონას. თუმცა საქართველოს მოქალაქეები არიან და ალბათ გაგებით უნდა მოეკიდონ სწორედ იმას, რომ მათთვისაც ალბათ უკეთესი იქნება, რომ იქ გაკეთდეს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, მათთვის იქნება აბსოლუტურად მისაღები და ეს იქნება მათთვის შეთავაზების წარმოჩენა ამ ყველაფრის, რომელიც იგივე თითოეულ ჩვენ თაგანისთვის თუ ამრავისთვის ადამიანისთვის, ვინც ვიზიტორებად მიდიან და დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია იქ რომ სუფთა შეხვიდე და სუფთა გამოხვიდე, აი ეს პრობლემა იქნა მთლიანობაში გადაჭრილი. ახლა მე მინდა რამდენად საგანგაშოა სიტუაცია, პატარა ვიდეო ვნახოთ ამასთან დაკავშირებით და მე ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, ამიტომ ოთარს დაუთმო დრო აუცილებლად ბატონოეს და ქალბატონიას აუცილებლად თითო-თითო წუთი სამწუხაროდ მალე თავდება გადაცემა. ძალიან სწრაფად გადის დრო, თუმცა თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ პატარა ვიდეო, რომელიც გაზრეთში მომზადდა. გავდით და ეს ფარისებრი ჯიკლები ძალიან გავდით, წავედით ჰემატოლოგიურში იაშვილში. ყველა ანალიზი ჩაუტარეთ და ის რა ბოლოს ფილტვები გადაუღეს და საცხოვრობთო თვითონ იქ მეკითხება და კაზრეთში ვცხოვრობთ მეთქი და გასაკვირი არ არის ბავშვს რომ ესეთი გადატვირთული ფილტვები აქვს. მეორე ბავშვს კიდე კეთილთვისებიანი ისაა აქვს ფეხზე. სიმსივნური წამონაზარი დაბადებიდან მოყვა ეს ორსულობის პერიოდში მეუბნებოდნენ გადი ექიმი მეუბნება წადი 3 თვე სხვაგან იცხოვრე მაინც სანამ ბავშვი ჩამოყალიბდა ყველას მაგას ეუბნება ყველა ექიმი სად უნდა წავიდეთ გეკითხები 3 თვე სად უნდა წავიდე და სად უნდა გადავსახლდე რომ ეს როცა ჩანასახია მუცელში რომ რაღაცა არ დაემართოს ბავშვს. ეს 2014 წლის სწორედ იმ პერიოდის არქივიდან არის რომელიც რეალურმა სივრცემ გადაიღო კაზრეთში. ბატონო ნოე თქვენთან ახლა კომენტარისთვის დრო მე ქალბატონიასთან და ბოლოს მარიამს მინდა აუცილებლად დაუსვა შეკითხვა გამოსავალთან დაკავშირებით. თორე თქვენც მოგცემთ დროს. დიახ, ანუ პირველი რა თქვი ამ გადაცემაში იყო ის, რომ პრობლემა არსებობს, რა თქმა უნდა, არავის მოდუნების უფლება არ აქვს, საშუალებაზე საუბარი ზედმეტია, პრობლემა არის ნამდვილად. საბედნიეროდ დღეს მინიმუმ თბილისში ვიცით რა ხარისხის პრობლემა გვაქვს, რომელ დამაბინძურებლებთან გვაქვს პრობლემა, 6 დამაბინძურებელი იზომება და აქედან 2-ია პრობლემატური საბედნიეროდ. იდენტიფიცირებულია წყაროები ამ პრობლემის, ეს არის უმთავრესად ავტოტრანსპორტი, ეს არის უმთავრესად სამშენებლო სექტორი დედაქალაქში და ღია გრუნტი, იმიტომ რომ ღია გრუნტიც არის ძალიან სერიოზული წყარო იმ ყარი ნაწილაკების, იმ ტრის, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის ჯანმრთელობას. იქნება თქვენს მიერ ინიცირებული თქვა ამ პრობლემების ინიცირებულია ჩვენის მიერ უწყებაჩვერის კომისია შეიქმნა 2016 წელს შევიმუშავეთ პროგრამა დედაქალაქისთვის. ვინ შედიან ამ კომისიაში? ამ კომისიაში შედის ყველა ის სამინისტრო, რომელიც ჩართულია პროცესში, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი სამინისტრო, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, ეს არის ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტი რა თქმა უნდა. ყველა ამ ორგანოს აქვს გაწერილი თავისი ვალდებულება. ამ პროგრამას უახლოეს მომავალში დაამტკიცებს მთავრობა.
ბოლო პუნქტებია შესათანხმებელი, ესე ვთქვათ, უწყებებს შორის. და რა ვადას იღებთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ვადები გაწერილი 2020 წლამდე, არის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, მანამდე განხორციელდება, არის გრძელვადიანი გეგმებით, ეს მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს, კონკრეტულ მიზნებს, კონკრეტულ ღონისძიებებს, ტრანსპორტის კუთხით, ტექდათვალიერების, ესე ვთქვათ, შემოღებასაც ეხება ეს ეხება ავტოპარკის გაახალგაზრდავებას და განახლებას, ეს ეხება საწვავის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, თუმცა საწვავის ხარისხზე მინდა ვთქვა, რომ დღეს 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოში არის თანამედროვე ევრო 5 სტანდარტის ბენზინი ქვეყანაში. ეროვნული სტანდარტი არის ესეთი, შარშან სამინისტრომ აღადგინა მრავალი წლის წინ გაუქმებული სახელმწიფო კონტროლი საწვავის ხარისხზე და რამოდენიმე 1000 ლარიანი ჯარიმა, ესე ვთქვათ, საწვავის ხარისხის დარღვევაზე და შარშან სამწუხაროდ მცირე ფინანსური სახსის გამო მხოლოდ ერთი კვლევა ჩატარდა, ერთი ინსპექტირება ჩატარდა, წელს გაცილებით უფრო მეტი ჩატარდება. პირველი ინსპექტირება უკვე ჩატარდა და უახლოეს დღეებში ჩვენი სამინისტრო ამ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, საზოგადოებას მიაწოდებს. დიზელის საწვავის სტანდარტი ეტაპობრივად გაუმჯობესდება, თუმცა ქვეყანაში საბედნიეროდ შემოდის ეროვნულ სტანდარტზე გაცილებით უფრო ევროპული სტანდარტის დიზელიც, საკმაოდ დიდი რაოდენობით სხვათა შორის. გარდა ამისა, როგორც აღნიშნე, გაუმჯობესდა მონიტორინგის სისტემა და დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის დედაქალაქში წელს იხსნება ახალი მეტროს სადგური, რომელიც ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, გატვირთავს ელექტროტრანსპორტია და ძალიან დადებითი. ეს საკმარისია ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ სუფთა გარემოში ვიცხოვროთ, ფიქრობთ, რომ ამ პროგრამაში დაახლოებით 50-მდე ღონისძიებაა გაწერილი. ამ ეტაპზე რაც შესრულებადია და რაც რეალურია, ყველა ეს კომპონენტი გაწერილია. ამან უნდა მიგვიყვანოს იმ შედეგამდე, რომ დედაქალაქში ეტაპობრივად აერის ხარისხი, ესე ვთქვათ, ანუ 2020 წლამდე გულისხმობთ თქვენ, რომ დედაქალაქში აერის სისუფთავე უკვე თვალსაჩინო უნდა იყოს, ამას იგრძნობს საზოგადოება ქართული თბილისში. უნდა იგრძნოს, რა თქმა უნდა. იმედი მაქვს, რეალური სივრცე ეთერში იქნება და ჩვენ მივადევნებთ ამ ყველაფერს თვალყურს. ქალბატონია, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტულად თქვენი უწყება, როგორ იქნება ჩართული ამ პროცესებში და რა გეგმებს ისახავთ თქვენ? ჯანდაცვის სამინისტრო ჩართულია ამ პროცესებში და ყველა ის გეგმები, რომლებიც ახლა მუშავდება, მათ შორის გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად მსგავს ღონისძიებებს ითვალისწინებს, რაც თბილისის გეგმაშია ახლა გათვალისწინებული, საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით და ის, რაც არის რეკომენდებული ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და მათ შორის საუკეთესო გამოცდილების მხრივ, როგორიც არის ევროპის განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, მოსურნეს ქვეყანას, რომ კონდეს ევროპული ტიპის გარემო ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ ცვლილება ტენდენციისა დაავადებებთან მიმართებაში სწრაფად ვერ მოხდება. ეს მოითხოვს მუშაობას, ხანგრძლივს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის რასაც გვეუბნებიან, მათ შორის ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომ აუცილებელი არის ინვესტიცია ჯანმრთელობაში. ამაში უნდა ხდებოდეს, ამაზე გათვლის და ყველა პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებას. მაგრამ პრევენციული ალბათ გაცილებით უფრო იაფი დაუდგება სახელმწიფო. ზუსტად ამაზე არის საუბარი. ჩვენ ვიცხოვრეთ ეპოქაში, როდესაც ამბობდნენ, რომ ეხლა მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეკონომიკური წინსვლა და ყველანაირი, ასე ვთქვათ, კომპრომისებზე უნდა წავიდეთ იმისათვის, რომ ეკონომიკურ წინსვლას მივახციოთ და შემდეგ, როდესაც ვიქნებით ძლიერი ქვეყანა, მივხედავთ სხვა დანარჩენ საკითხებს. ეს მცდარი გზა გახლავთ. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელობა იქნას გათვალისწინებული ხოლმე ყველა ნაბიჯში, რომელიც არის გადადგმული ქვეყანაში და რომელიც არის დაგეგმილი. დიახ, უნდა მოხდეს ქალაქ გეგმარების გაუმჯობესება, მშენებლობები აბინძურებს მათ შორის ქალაქის ჰაერს. დიახ, უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ასევე იქნება კონტრიბუტორი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა. დიახ, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მწვანე ზონები იმისათვის, რომ ამ ქალაქში ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს უკეთესი. და შედეგები ამისა იქნება საკმაოდ გვიან. ჩვენ ერთ ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს გქონდეს ასეთი გარემო. ის რასაც ქალბატონი მარინა ბრძანებდა და რაც ყველაზე უფრო საუკეთესო რამ გახლავთ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს მონიტორინგის შესაძლებლობა, რომ ჩვენ გქონდეს შეფასების შესაძლებლობა. ჩვენ სურათს ხედავდეთ. დიახ, ჩვენ უნდა შეგეძლოთ, დაგეგმოთ, გაისეირნოთ თუ არა თქვენს ოჯახის წევრებთან, ბავშვებთან ერთად, ქალაქის რომელ ზონაში, სადაც დღეს
ამ წუთას, ამ საათში არის ყველაზე უფრო ნაკლებად. თუმცა მე მინდა რომ თავალახში იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც მე შემიძლია თავისუფლად ჩემს შთამომავლებთან ერთად ვიარო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში მე ალბათ ასეთ ქალაქს ვისურვებდი პირადად ნამდვილად ასე. და არა მხოლოდ ქალაქს. რა თქმა უნდა, არამედ ქვეყანას. მარიამ, თქვენ აუცილებლად ჯამსტარტი გააგრძელებს ამ კვლევას, დარწმუნებული ვარ და მიადევნებს თვალყურს ისევე როგორც ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მაინტერესებს როგორ უნდა მიაწოდოთ ეს ინფორმაცია მოსახლეობას და როგორ ფიქრობთ, რამდენად უნდა იყოს ჩართული საზოგადოება ამ პროცესების მოგვარებაში. Jumpstart Georgia ახლა ჰაერის პრობლემატიკაზე მუშაობს, წელს დავიწყეთ და ჩვენი მთავარი მიზანი იყო საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, მოგვეყარა ამისთვის თავი ერთ ვებ გვერდზე filter.g უკვე ჩაშვებულია და ნებისმიერ მოქალაქეს დავიმეოროთ თუ შეიძლება filter.g ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შევიდეს და მარტივად აღსაქმელი ინფორმაცია, რა თქმა უნდა გარემოს დაცვის სამინისტრო ტვირთავს ამ ინფორმაციას, თუმცა ხშირად ხდება ისე რომ მაინც ეს დიაგრამები და ასე შემდეგ ცოტა რთულად აღსაქმელია საზოგადოებისთვის. ჩვენ ვცდილობთ რომ ეს გადმოვთარგმნოთ უფრო სახალისო მარტივ ინფოგრაფიკებად და მივაწოდოთ საზოგადოებას, თუმცა როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, მივხვდით რომ მარტო ინფორმაციის მიწოდებით ამ კომპლექსურ პრობლემას ვერ აღმოფხვრდით და გადავწყვეტეთ საიტზე ჩაგვაშენებინა ესეთი ფუნქცია, სადაც საზოგადოებას ინფორმაციის მიღების შემდეგ და იმ სურათის დანახვის შემდეგ, რაც რეალურად გვაქვს ამ კუთხით საქართველოში, თავად გაეაზრებინა თავის პასუხისგებლობა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და გაჩვენოდა სურვილი, რომ თავიანთი ქმედებები შეეცვალა და პატარ-პატარა ცვლილებები დაენერგა თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვიურად თვეში რამდენჯერმე ვაპირებთ მივაწოდოთ და უკვე არის დადებული და ატვირთული მარტივი ქმედებები, მათ შეუძლიათ შეუერთდენ ამ ქმედებას, გადააზიარონ, მეგობრებს გაუზიარონ და ამით გავზარდოთ ცნობადობა. ეს ქმედებები არის ძალიან მარტივი, ისეთი რჩევები, რომ არ დავწვათ ჩვენი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გამოვთოთ ელექტროხელსაწყოები, როდესაც მათ არ ხმარობთ, იმიტომ რომ ამით ელექტროენერგიის მომხმარება შევამცირებთ. ავტომანქანა მესმის რომ რთულია რომ ყველა მსახში ყოველდღე დავტოვოთ, თუმცა თუნდაც 2 დღე ვეცადოთ რომ სხვა ტრანსპორტი გამოვიყენოთ, ეს ძალიან მარტივი ქმედებებია, ამით ჩვენ გვინდა საზოგადოებას დავანახოთ, რამდენად თვითონ არის ამ პროცესებში ჩართული და ვიღაცაზე გადაბრალებით ეს პრობლემა რეალურად არ მოგვარდება. ჩვენ ამას ვაპირებთ გავაგრძელოთ წლის ბოლომდე და შემდგომ უკვე ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გადავწეთ ეს პლატფორმა და ვეცადოთ რომ მომავალშიც მივაწოდოთ ესეთი მონაცემებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რომ ჩვენ ძალიან აქტიურები ვიქნებით ამ თემაში და ოთარ დავიწყეთ თქვენგან და უნდა დავამთავროთ თქვენით ძალიან სწრაფად მე ოთარ ძალიან სწრაფად გავტონ ვარინა, იმიტომ რომ მანიშნებენ რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ დედაქალაქზე და უბრალოდ სხვა რეგიონებს გვიყურებს საქართველოს და არ მინდა რომ არ აღვნიშნო ესეც, იმიტომ რომ მონიტორინგი სხვაგანაც მიმდინარეობს, გასულ წელს ინდიკატორული გაზომვები ჩატარდა 16 ქალაქში, წელს ჩატარდება 20 ქალაქში და ყველაზე მძიმე სურათი თბილისშია მე რამდენადაც თბილისია, თუმცა იკვეთება გარკვეულად ქუთაისში, ბათუმში რაღაც აზოტის დიოქსიდის პრობლემები, ასევე ახალი ავტომატური სადგურები ივნისიდან იქნება ქალაქ ქუთაისში. ასევე წელს გეკმავთ ქალაქ ბათუმისთვის შეძენას და ეს ინფორმაცია უკვე ყოველდღიური ასევე ხელმისაწვდომი იქნება ამ ქალაქის მოსახლეობისთვის. დიდი მადლობა, ოთარ, დავიწყეთ თქვენგან, დავამთავროთ თქვენით. მე მინდა რომ აღვნიშნო რომ დღეს არავინ არ თქვით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა დახურულ სივრცეს რაც შეეხება, ანუ საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერი ადგილი, სადაც უმეტეს შემთხვევაში დასაშვებია სიგარეტის მოწევა და გაჟღერდა რამოდენიმე ჯერ რომ ეს როდესღაც აიკრძალება, მაგრამ დროა ხალხო ეს სინამდვილეში ნებისმიერი ჩვენთაგანი არც ერთი არ არის მშენებლობის, შენების, წინსვლის მოწინააღმდეგე პირიქით, მერიასაც და ნებისმიერ სამინისტროსაც, რომელიც ამ კუთხით ნაბიჯს გადადგავს. არავინ საღათ მოაზროვნე, ასე ვთქვათ, უკან არ დაიხევს, რომ ამ ყველაფერში გვერდში დაუდგეს, მაგრამ რაღაცეები არის დროულად გასაკეთებელი. ძალიან მარტივია, მე მგონი არ არის ესეთი საოცრება, რომ მივიღოთ ის კანონი, რომ არ მოვწიოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საიდანაც ერთ-ერთი ალბათ კიდევ ჩვენ და უნებურად ხდებით რაღაცეების მიმღები, ხო, იმ არასასიამოვნო გამონაბოლქვის. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რაც პარკები გვაქვს, ისიც არ არის მწვანე. ამას გავიაროთ
პირდაპირ დავინახავთ რა. ბალახი გამოვიყენოთ ტროტუარებზე, სადაც აი მანქანების ვითომ რო არ უნდა ავიდნენ და რო ადიან. აი დავარგოთ მწვანე ბუჩქები, პატარა არაფერს არ შეუშლის, ქალაქი გალამაზდება, უფრო მწვანე იქნება და უფრო ლამაზი იქნება. და მანქანითაც ვეღარ შევა, თქვათ ზოლი და ავითვისოთ სანაპირო ზოლი რა, თბილისის სანაპირო, მტკვრის სანაპირო ზოლი რეალურად არ არის ასე ათვისებული. ყველა დიდ ქალაქში ევროპულში, სადაც დინარია ყველა ზოლზე არის ასე ვთქვათ ველოტრასები, სეინო ბილიკები. ეს ყველაფერი გასაკეთებელია და მე მგონია ამ ყველაფერში ყველა დაუდგებით სასიკეთო ფიზიკურადაც კი მე ვფიქრობ რომ არც ამას მოვერიდებით ჩვენი ქალაქის აღნიშნო რომ საზოგადოება ვიზრდებით და დღეს ბევრად წინ ვართ და ბევრად მზაობა ამ ყველაფრის და რეალურად ეხლა ჩვენ ჩართულები ვართ ჩვენ ირგვლივ რა ხდება ვიცით ყურადღებით ვართ და ბევრად დიდი მზაობაა ვიდრე როდესმე ყოფილა აქამდე ასე რომ წინ გამარჯვებებისკენ ძალიან დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის მე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რეალური სივრცე არაერთხელ შეხებია ამ თემას და ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ რომ ძალიან აქტიურები ვიყოთ ამ თემის მიმართ რადგან ეს არის ის ჰაერი რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად სუნთქავთ და ალბათ ის ადამიანებიც ვინც ახლა ამ ცოტას ხდეში არ არიან და შედან და გვიყურებენ ჩვენ ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის მომავალ პარასკევს ჩვენ ძალიან საინტერესო თემაზე კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ნახვამდის